ჩემი დილა იწყება 6 საათზე. უნდა მოვწეროთ, რომ ხან ეს არის ჩემი პირველი მოვალეობა. დილის 6 საათიდან ფეხზე ვარ ალბათ საღამოს 10 საათამდე. კი მეუბნებია რაღა დრო შენი ბარია, რაღა დრო შენი ბოსელია, მაგრამ მე თვითონ არ შემიძლია რომ აი ეს ჩემი ენერგია არ მოვახმარო ოჯახს. ამ ენერგიას მაძლევს ის რომ ჯერ პასუხისმგებლობა და მე ამასთან ერთად მიწევს გონებრივი მუშაობას ბევრი და ასეთი ფიზიკური სამუშაო რაც შეეხება ბოსელსა და ბოსტანს ეს განტვირთვის საშუალებაა ჩემთვის. ეს პამიდორი ყველა ჩემი ნამუშევარი, ჩემი ნაშრომი მოყვანილი არის. ოღონდ მოლევაშია უკვე და იმდენი აღარ აცხია, რა თქმა უნდა. სკოლაში მუშაობა შეიძლება ერთი შეხედვით სხვისთვის მარტივი იყოს, მაგრამ თუ ბავშვის ბედზე ფიქრობ, ხომ, ეს უკვე რთული საქმე არის მათთან მუშაობა. ძალიან ბევრ ღონისძიებებს ვაკეთებდი, მე კი თავისუფალი დრო მქონდა და ასე რომ ჩემი ამ განვლილი ცხოვრებით არ ვარ უკმაყოფილო. და ეს არის ახლა სიბერეში ის ტკბილი მოგონებები ჩემი მასაძრდოებელი, ჩემი ბავშვები რომ მეხმიანებიან, იქ რომ გეტყვის ჩასვავს სიტყვა საყვარელო, მასწავლებელო, ეს კიდევ სულ სხვაგვარად ხდება გულზე, რა თქმა უნდა. წიგნები ძალიან მიყვარს და კითხვის გარეშე ერთი დღე არ შემიძლია რომ გავძლო და ჩემი საყვარელი მწერალი არის ვიქტორ ჰიუგო განსაკუთრებით და მისი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ეს წიგნი ალბათ რამდენჯერმე უნდა წაიკითხო, რომ გააშინაარსო კარგად. უკვე ხედულობა მიჭირს ძალიან და მაინც კითხვის გარეშე ვერ ჩერდები. და რომ არაფერი მე წავიკითხო და გავაკეთო არ შემიძლია. ეს ხო სული სიმშვიდეა, წიგნის გარეშე. ინტერნეტმა კი შეცვალა გონის რადაც არის, მაგრამ წიგნს მაინც ვერ ვეშვედი. და ვერც ინტერნეტს ვეშვედი. ეს არის ჩემი სამუშაო სივრცე. როდესაც ფიზიკური შრომისგან დავიღლები, ასე რომ ვთქვა და სულიერი საზრდომი და მაშინ ვეწევი ჩემს კუთხეს აქ, ჩემს წიგნებს და შევარჩევ ლიტერატურას, რომ რაღაც წავიკითხო, დაწყილი თუ მაქვს და მე უკვე თავისთავად გავაგრძელებ კითხვას და მუშაობ აქ ხოლმე. ბევრი სამუშაო მაქვს ხოლმე და ჩემთვის სიმყუდროებში განწყობას მაძლევს ასეთ ეს ჩემი სივრცე. პირველი ნაშრომი, რაც გამოვეცი და მე შევაგროვე, ეს არის საოჯახო კრებული. იმიტომ რომ ოჯახში ვართ ყველა შემოქმედი. ჩემმა შვილმა უკვე 13-14 წლიდან მწერლის სტატუსში შეგეძლო რომ მიგენიჭებია. და მე ჩემ თავს ვერ მივეცი უფლება, რომ გარდამეცვალა, სიცოცხლეში ვერაფერი გაუკეთე. არ იყო დრო, პირობები არაფერი და დავდე ფიცი. აუცილებლად მისი ნაშრომები უნდა გამომექვეყნებია. და მართლაც სასწავლებლობას ვერ მივეცი თავი. ამის გულისთვის, ჩემი შვილი, ჩემი მიცვალებული შვილი იყო ისევე ჩემი სტიმული სიცოცხლისა და ხელახალი შემოქმედებისა. ეს პირველი წიგნი გამოვეცით ლექსების კრებული, შემდეგ გამოვეცით ისტორიული რომანი თორღვაის ლანდი. შემდეგ არის მოთხრობების კრებული და შემდეგ არის ბავშვობაში დაწერილი საბავშვო მოთხრობები და მოხეტიალის დღიურები. ეს ყველაფერი გაფორმებული არის პაატას მიერ, მისი ნახატებით გავაფორმეთ ყდების იქ ჩასმული. მიამაყება ის, რომ ჩემი ასეთი შვილი მყავდა და მიამაყება ისიც, რომ ჩემი ძალებითა და სხვისი დახმარებითაც, რა თქმა უნდა, შევძელი ამ წიგნების გამოცემა. გარდა ამ წიგნების გამოცემისა, მუშაობ სკოლის ისტორიაზე. ვაგროვებ მასალებს, ხელმძღვანელობ ამ მატიანედან მუზეუმს რომ გადავცე. ამისთვის მჭირდება ფოტოების მოძიება, იმ გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება მინდა. ესენი ძირითადად ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან და ველოდები მაგათგან ახლა ბევრმა მომაწოდა მასალა ინტერნეტით მაქვს მოცემული და ვწერ. ძალიან სასიამოვნო არის თითოეული თვალის გამოყვანა, ნერვების დამაწყნარებელი აქ სოლა და სარგებელიც რა თქმა უნდა. მე სულ ხელით ნახსოვები მაქვს ყველაფერი ჩემთვის. ჩემი მთავარი სურვილი არის ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი მომავლის კეთილდღეობის საქმეში. ეპო,
ლამაზი დღეა თქვენ გენათვალეთ რა სიურპრიზი მომიწყეთ ასეთი ყოჩახ მადლობთ ივანე მადლობთ ივანე დედა მადლობთ ჩემო ია აი ღირს ცხოვრება მომავლისთვის და ვფიქრობ რომ ჯერ არ წავიდე იმ ქვეყანაში გიყუროთ კიდევ და ერთხელ კიდევ მომილოცოთ მაინც დაბადების დღე